მოგესალმებით, საღამომშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს თქვენთან ერთად მინდა გავშალო ასეთი საჯარო გაშლა. მოკლედ ვნახოთ აბა თქვენი პიროვნება, თქვენთვის იბრძოლებს. გაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ასევე თქვენთვის ასურული პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ეს ყველაფერი მჭირდება ენერგობალანსისთვის, მე კონკრეტულად მე, რომ ზუსტად წამოვიღო თემა და თქვა ყველაფერი. აქედან გამომდინარე მჭირდება ეს ყველაფერი. ხო და ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა. იბრძოლებს თუ არა ის თქვენთვის. მოდი ვნახოთ. ის ბლოკები. თქვენ ვაი. რა ხდება თქვენ შორის? რა ხდება ხალხო? რა არის? ურთიერთობა დღესდღეობით გავამატოთ არყანები, კარგი. და იბრძოლებს თქვენთვის ეს პიროვნება. აი, ღმერთო. ეს ურთიერთობა, მოკლედ, ეხლა გეტყვით რა ხდება. მოკლედ, ამ ურთიერთობაში ჩემო კარგებო და ძვირფასებო, გინდა არ გინდა, გინდა სამიანი სამკუთხედის ტიპის ურთიერთობა, მე არ ვიძახი, რომ ოჯახია, ეს არის, ის არის, არავით არის, იმიტომ რომ მსგავს სიტუაციას მე არ ვხედავ, უბრალოდ ხედავ ერთ რამეს. რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სამომავლო გეგმებში რაც იყო, არის ჩაშლილი, დაშლილი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა სამიანი რიცხვი თვითონაც გვიმეგვეთითებს მესამე ფაქტორებზე, რომლებიც თქვენს ურთიერთობაში ფაქტია, რომ არსებობს და ამას წალი არ გაუვა და აქედან გამომდინარე დღესდღეობით ასე ვთქვათ, თუ დანარჩენ არკანებსაც თვალს გადავავლებთ და ასე შემდეგ რა ხდება თქვენ შორის ამასაც თუ ნახავთ ხომ, მოხდა თქვენი პიროვნების თვრინად თქვენი მოტყუება, ღალატი ამ პიროვნებამ თქვენ მოგატყუათ, გიღალატათ, არ შეესვა თავის სიტყვა, თავი არის და ყველაფერს რასაც დაგპირდათ. მოკლედ, იმედი გაგიცრუათ ურთიერთობაში. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი რაღაც გამოჩნდა ფორმატულად, რომ თქვენთან ერთად კარგად გაატარა დრო და რასაც დაგპირდათ, ის არ აასრულა. აქედან გამომდინარე, მოდი ასე ვთქვათ, დღესდღეობით თქვენს შორის რა ხდება? წენები, გულგატეხილობა, სიცივე და მეტი სხვა არაფერი არ არის. ის სამომავლო პერსპექტივები, რაც თქვენ გქონდათ მიზნად დასახული და რომლებიც თქვენ გინდოდათ რომ მოხდარიყო, არამც თუ არა, იყო მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ თურმე კარგი დროის ტარება და არავით არის სხვა სერიოზული. ეხლა თქვენ და პირველი რა იყო თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ხო? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება რვიანი ხმლებიდან გამომდინარე, მოდი ასე გეტყვით, ხომ? საკუთარი თავით თვითონ ჩაიგდო ამ მდგომარეობაში, ხო? რის შედეგადაც თქვენთან მოამწყდიეთ ეს პიროვნება, ამ ყველაფრის გამო და რაც ხდება, ხო? ბლოკში დაბლოკეთ, არა აძლევთ გასაქას და შანსს რომ თქვენთან მოვიდეს, არ გინდათ მასთან კონტაქტი. იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მოგატყუათ და ისარგებლოთ თქვენი ნდობით და თქვენი საერთო ჯამში, ხო? თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენ ხართ პიროვნება, უთიანი პენტაკლი, რომელიც ძალიან წუხართ, ურესურსოდ ხართ, უიმედოდ ხართ, არ იცით ხო აი ღმერთს რო ეკითხები, რატო ღმერთო, რატო მე, ხო? რატო მომექცა ასე, რა დავაშავე, რა დავუშავე, რა უნდოდა ჩემგან, ანუ არ ვიმსახურებდი, აი ესეთი მდგომარეობა გაქვთ, თქოს რაღაცა, მაგრამ მაინც უფლის იმედი გაქვთ, რომ ყველაფერი დაალაგდება და კარგად იქნება. დღესდღეობით რა ხდება თქვენ თავმემართებაში, ხო? პიროვნებამ, რომელმაც თქვენ მოგდათ მტკიცე სიტყვა, თუნდაც იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე შენ არ მიგატოვებ, არასოდეს სუეცად ვიქნებით, ხო? რა მოხდა? მოგატყუათ, გიღალატათ და ასე ვთქვათ, თითქოს თავისი არასწორი საუბრები და ქმედებებით თქვენ დაგკარგათ რეალურად, ხო? და ეხლა რა დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ უბრალოდ აი ესე შორიდან გითვალთვალოთ, გაიგოს თქვენზე ამბები, იმიტომ რომ თქვენ არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენ მოგიახლოვდეთ, ანუ ახლოს არ მოყავთ თქვენთან. თქვენი ურთიერთობა დღეს 10-იანი თასების მიხედვით არის, მოდი ასე ვთქვათ, დასრულებული. იბრძოლებს თუ არა თქვენთვის ამ კითხვიდან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ კი, მაგრამ არა. ეს პიროვნება თქვენთვის არ იბრძოლებს, მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ
აი როგორი მდგომარეობა აჟიხლებიდან გამომდინარე თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს რაღაც ამბების გაგებას მეტი სხვა არაფერი ანუ თითქოს არ აქვს იმის შინოდა მარიფათი თქვენთან რომ მოვიდეს და რაღაცნაირად აღიაროს თავის შეცდომა იმიტომ რომ იმის მაგალითად შეცდომები აღიაროს რაღაცნაირად თავს იცავს გეგონება მართალი ის იყო თქვენ იყავით ყველაფერი, თქვენ გამომოხდა ყველაფერი და გეგონება თქვენ გამოიყენეთ ის და არა მან თქვენ. მოკლედ აქ ისეთ სიტუაცია რომ გამოგიყენათ ხო ამ პიროვნებამ და მე ესეთ რაღაცას ვიტყვი. რატომღაც ასეთი მდგომარეობა მოდის აქ და ასე გძნობ რომ თქვენი მხრიდან გოგოებზე მაქვს, ხალებზე მაქვს საუბარი შეიძლება ან მამის ყურამდე მივიდა ეს და უფრო რესურსობაში ჩავარდა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მამა თქვენი კატეგორიული წინააღმდეგი ამ ურთიერთობის. ან უბრალოდ მამამისი იყოს მიზეზი, რომელსაც არ უნდა რომ თქვენთან ერთად იყოს ეს პიროვნება და ასე ვთქვათ, ყველანაირად წინააღმდეგ ამ ურთიერთობას. მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახის წევრებთან გვაქვს რაღაცნაირად სიტუაცია და თქვენ თვითონ მივერგეთ საკუთარ თავზე, ხო? როგორ არის სიტუაციურად, იმიტომ რომ ამ პიროვნებას თქვენთან ურთიერთობას უზღუდავენ იმიტომ რომ თითქოს მისი სტატუსის შესაბამისი არ ახართ, აი თითქოს მისი სტატუსი ბევრად მეტია ვიდრე თქვენ და აქედან გამომდინარე წინააღმდნენ ამ ურთიერთობას და ყველანაირად ყველაფერთვის იმისთვის რომ ვიან ხმლებში თუნდაც მოიცათ თქვენი ურთიერთობის მეორე ვარიანტები, რაც შეიძლება გათამაშდეს ამ ურთიერთობაში და თქვენ რეალურად ხუთიან ტენტაკლებიდან გამომდინარე ვერ უთანაბრდებით ამ პიროვნების სტატუსს, რომელსაც მამამისი, ასე ვთქვათ, ან ოჯახის წევრი, მამამისი სავარაუდოდ უფრო, აი მამამისის აზრით, თქვენ არ ხართ მისი ოჯახის, მისი შვილის ღირსი და აქედან გამომდინარე ამ პიროვნებამაც ვერ დაგიცვათ, ვერანაირად ვერ დაგიცვათ, ვერ დაიცვათ თქვენი სახელი, თქვენი ღირსება და ასე ვთქვათ, გამოყენებულად დარჩით თქვენ და აი რომ გამოიყენებენ და რომ გადააგდებენ პიროვნებას, აი ესეთი ასოციაცია მომდის თქვენთან მიმართებაში სამწუხაროდ. რაღაცნაირად ესეთი სევდიანი გაშლა და ბრძოლით კიდე ეს პიროვნება არის ბრძოლების, იმიტომ რომ ამ პიროვნებამ თქვენთან დაასრულა ურთიერთობა, იმიტომ რომ აი ამ პიროვნებას თქვენ ერთად ყოფნა არ უნდა, ან მეორე ვარიანტი მამა თქვენმა რომელმაც გაიგო, ან უფროსმა ოჯახის წევრმა რომელმაც გაიგო თქვენი ურთიერთობის შესახებ, სადაც თქვენ აი ეს პიროვნება ესე მოგექცევთ, კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ეს პიროვნება რომელმაც თქვენ ვერ დაგიცვათ, თქვენი ღირსება ვერ დაიცვა და თქვენი სახელი ვერ დაიცვა, რომ მომავალში თუნდაც მისი ოჯახის წევრი გახდეს და ისიც ასე ვთქვათ ცდილობს და ყველაფერშობა იმისთვის, რომ ეს პიროვნება თქვენ ახლოს არ გაგეკაროთ და გინდა არ გინდა დასრულებული ეს ურთიერთობა. ეს ურთიერთობა სამწუხაროდ დასრულებულია. აი რაღაც ესეთი ფორმატი გათამაშდა, არ ვიცი. რას გულჩევს აბა? დასტა. რას გულჩევს დასტა? რას გირჩევთ დასტა? გაძლიერდით ხალხო, იმიტომ რომ შეხედეთ დრო ცოტა ხანი დრო ყველაფრის მკურნალია თქვენ ცხოვრებაში საერთო ჯამში სხვა პიროვნება უნდა შემოვიდეს, სხვა არა თქვენ დაბედად ხდებით, უნდა გაძლიერდეთ და უნდა დაუცადოთ სწორად იმ პიროვნებას, რომელიც თქვენთვის ბედად არის ბედად მეთქი შეხედეთ, ბედად არის რგუნებული, იმიტომ რომ აშკარად ეს პიროვნება თქვენი არ არის, თქვენ ბედად სხვა პიროვნება გყავთ და რაც არ ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ მიდისო, რა უნდა გქნათ, ხო? საკუთარ თავზე იფიქრეთ, ასე ვთქვათ, ხო არავის აღარ მისცეთ თავი, რომ თქვენ გამოგიყენოთ, ხო? საკუთარ თავის ფასი ისწავლეთ, იყავით იმპერატრიცა, ნუ იქნებით საკუთარ თავს ნურავის თუ დააჩაგრებთ, მოწოდების სიმაღლეზე იყავით, იმიტომ რომ თქვენი კეთილი გული და ბავშვური ხასიათით ყველა სარგებლობს თითქოს, ყველა რა ისარგებლა ამ პიროვნებამ ხვდებით და აღარ მიცეთ ამის საშუალება პიროვნებას არავის არ მიცეთ ამის საშუალება, იმიტომ რომ თქვენი თავის ფასს რომ მისწავლით რეალურად ყველა ისწავლის თქვენ ფასს, თქვენი თავი გეყარებათ, ყველას ეყარებით რეალურად, შეხედეთ და აქედან გამომდინარე ეს არ რთული გზა, ხო, თქვენთვის გასავლელი, სადაც თქვენ აუცილებლად საკუთარი თავის ფასი უნდა ისწავლოთ და ეს ძალიან გამოგადგებათ ცხოვრებაში სამომავლოდ, ხო, იმისთვის რომ ახლიდან დაიწყოთ ცხოვრება, ამისთვის თქვენს თავთან ჭიდილია საჭირო, თქვენს თავს უნდა დააძალოთ მთელი ძალით, შინაგან ომებშიც იქნებით ამასთან მიმართებაში, რომ საკუთარ თავს უნდა მისცეთ იმის ძალა, რომ
ვერავინ ვერ გაბედოს და თქვენ ასე ვერ მოგექცეთ, როგორც ეს პირობა მოგექცა. იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში, ხო, რეალურად მოვა ის პიროვნება, რომელიც ბედით არის რგუნებული, გითხარით მე თქვენ შეხედეთ. ეს წასვლა საჭირო იყო. ამ ურთიერთობიდან თქვენ გადიხართ რიანთასების გამომდინარე, რომ სამყარომ თქვენ აუცილებლად რაღაც დროის შემდეგ, ანუ ახლა არ გიძახი, რომ 2 თვეში, 3 თვეში, რაღაცა პერიოდის შემდეგ, ხო, გარკვეული პერიოდის შემდეგ მომავალში უნდა მოგივლინოთ პიროვნება პენტაკლების მეფე, რომელიც თქვენთვის ბედად არის რგუნებული, არ გამორიცხავ, რომ შესაძლებელია ეს პიროვნება, რომელიც თქვენთვის ბედად არის რგუნებული, პენტაკლების მეფე სამსახურში, მომავალში გაიცნოთ, ან ეს პიროვნება სამსახურში იყოს და ასე შემდეგ. აი ეს პიროვნება კი, რომელმაც თქვენ გამოგიყენათ და გადაგაგდოთ, ასე თქვა, ცუდად და უშუალოდ უნდა დაივიწყოთ. რთული იქნება, მაგრამ საკუთარ თავს ძალავნად დაატანოთ, იმიტომ რომ ეს პიროვნება თქვენ არაკეთილ სინდისიერად მოგექცათ. და თქვენ თქვენი თავის ფასი უნდა ისწავლოთ იმისთვის, რომ თქვენ იყო თქვენი მოწოდების სიმაღლეზე, იმისთვის, რომ თქვენ ყველამ ყველამ არა, შეგიყვაროს ხალხმა და თქვენ დაგაფასონ, ხო? ამისთვის თქვენ თქვენი თავი და შეიყვაროთ და თქვენი თავი დააფასოთ, იმიტომ რომ რამდენადაც გეყვარებათ საკუთარი თავი, იმდენად ეყვარებით სხვებს. რამდენადაც დაიფასეთ თავს, იმდენად დაგაფასებენ სხვებიც. ეს არის ცხოვრების კანონი და ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში დაიწყება თავიდან. თქვენს თავს მიეცით შანსი ყველაფერი დაიწყოთ თავიდან და აი ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა მიატოვოთ. იმიტომ რომ თქვენ მომავალში, როდესაც თავს მისცემთ იმის საშუალებას და უფლებას და ნამდვილად ეს მოხდება მაშინ, როდესაც თქვენ საკუთარი თავის ფასის სწავლით და საკუთარ თავს შეიყვარებთ. თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი თავიდან დაიწყება, ნამდვილად დაიწყება დაახლოებით 1 წელიწადში, სადაც თქვენ პოვებთ საკუთარ თავს, თქვენ საკუთარი თავის ფასის სწავლით რეალურად, მოწოდების სიმაღლეზე იქნებით და მე სამსახურებრივად ვხედავ მაინც და მაინც თემას, რა ვქნა, რა გავაკეთო, პენტაკლების 10-იანი, ნუ აქ წერია სასახლე პენტაკლების არის სამსახურიც და ასევე არის ოჯახის კერა და ასევე აქაც პენტაკლების მეფე, აქაც პენტაკლების დედოფალი წყულად ამოდიხართ, ისე ვიტყვი, სამსახურეობრივად შესაძლებელია განვითარდეს ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება მიგიყვანოთ ოჯახის შექმნამდე. რაღაცნაირად კარგი გაშლა გამოვიდა, ხო? აუცილებლად მოვა ეს შანსი ცხოვრებაში, ამბულად მოგეცემათ. ოღონდ საკუთარ თავის ფასი ისწავლეთ ხალხნო. საკუთარ თავის შეიყვარეთ და აი ესე თავი არავის არ გამომაყენებინოთ. ეს ყოსულის თქმას გამსურდა თქვენთვის ჩამოძვირფასება და კარგება გისურვოთ ყველაფერს საუკეთესო ცხოვრებაში, წარმატებებს, სიხარულს, ბედნიერებას. რა ვიცი, რა გისურვოთ კიდე მეტი სხვა. ყველას თავისი დაუბრუნდება, ყველას პასუხი გაეცემა თქვენს წყენებზე, აი როგორც ამ მდგომარეობაში ვინ შეგეგდოთ, აუცილებლად ესე თქვა, ამოიტყავს, რო იტყვიან, ხო? აუცილებლად ამოირტყავს საბოლოო ჯამში და მიიღებს საკადრის პასუხს ცხოვრებისეულად. არავის არ შერჩენია, არავის ცრემლები. დაგემშვიდობებით, აბა, ჩემო ძვირფასებო. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად იყავით.